ახლა შესაძლოა რიყის დოქების სახელი ცნობილი ამ შენობის ერთ-ერთ ბოლო კადრებს ვიღებთ. მაქსიმუმ 5 თვეში შუშის ორი ნაგებობა აქედან გაქრება და არა მხოლოდ აქედან. ტურისტული საცნობარო ბროშურებიდან, ტურისტებისთვის განკუთვნილი სუვენირებიდან, სადავო დიზაინის მიუხედავად დაახლოებით 15 წელია რიყის თეატრი თბილისის მთავარი სავიზიტო ხედების ნაწილია. 15,000 კვადრატულ მეტრზე მდებარე ორ შენობას ლითონის ღობე უკვე შემოავლეს. მუშები ტერიტორიას დემონტაჟისთვის ამზადებენ. თუმცა დეტალებზე ლაპარაკი თუ ვის მიერ და როგორ დაიშლება ან დაინგრევა ძვირადღირებული ნაგებობები არ სურთ. გვეუბნებიან მხოლოდ იმას, რომ ეს პროცესი დაწყებული ჯერ არ არის. დემონტაჟი. ჩვენ მარტო ღობეს გავაკრავ და გავდივართ და დანარჩენი თუ მარტო დემონტაჟი და ღობე გავაკეთე, დემონტაჟი ხდება არის, ჩვენ არ გაგებია დემონტაჟი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და მწვავე რეზონანსის მიუხედავად რიყის დოქების მფლობელი დუმილს ამ დრომდე არ არღვევს. მის ნაცვლად ლაპარაკით საკუთარ თავზე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა აიღეს. მათ შორის ყველაზე მეტის მთქმელი ძალოვანი სექტორის სახელმწიფო მინისტრი აღმოჩნდა, რომელმაც სტატუსის მიუხედავად თეატრის მესაკუთრეს მაკროპროფერტის აქამდე უცნობი სურვილები და გიგმები გაამხილა. ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო, ვერც ერთმა ინვესტორმა ამ ეგრეთ წოდებული კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა, როგორც ჩვენთან ვიტყვით ხოლმე. და მე რაც ვიცი, არ მგონია ვწდებოდე, მე პატრონები, ვისი საკუთრებაც არის დღეს, მზად არიან, მე უკაცრავად თუ მოვლენებს გავასწარი, შეიძლება მათ ამის განცხადებაც უნდათ, მაგრამ თქვენ კითხეთ და არ მგონია რომ უარყონ. მზად არიან, რომ კი არ დაანგრიონ, და არავინ ანგრიოს, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მომდება მისი აწყობა. და ერთი ადამიანი არ ჩანს ჯერ ეს გავრცელებული ამბავია ასე თუ ისე, რომელიც ამის ბზაობას გამოხატავდა, იმიტომ რომ ზუსტად იცის ყველამ რა დაუждდება. მამუკამდინარაძის ამ განცხადების მიხედვით თურქი ბიზნესმენის მთავარი ინტერესი მიწა. 15,000 კვადრატული მეტრი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ძვირადღირებულ უბანში, რომელიც მთავარი ტურისტული ცენტრია და სადაც ახალ პროექტს ააშენებს. სახელმწიფომ ეს ტერიტორია ძვირადღირებული ნაგებობებით, დემონტაჟის და მშენებლობის ნებართვებით 10 მილიონ ლარად დათმო. კერძო მესაკუთრე თეატრის სხვაგან გადატანას არ განიხილავს, არც ქართული ოცნება. ამ თხოვნით მათ შენობის იტალიელმა არქიტექტორმაც მიმართა. მასიმილიანო ფუქსასის სტუდია აღნიშნავს, რომ რიყის თეატრის გადარჩენის მიზნით ორივე მხარესთან კომუნიკაციის მცდელობა არაერთხელ ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. სტუდიო ფუქსასის განმარტებით 60 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მის არქიტექტურულ ნაგებობას ანგრევენ. არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული, წერილი რო ყოფილიყო შემოსული, მას ექნებოდა შესაბამისი პასუხი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ნებისმიერ შენობა ნაგებობას, რომელსაც უტარდება დემონტაჟი, მას სჭირდება შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან და ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. სხვა ეხა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ვიღაცამ გადაიტანოს, სხვაგან დაიდგას, ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაში. მას ხავს კერძო მესაკუთრე. ერთი დოქები რატო არ ვიცი, უფრო გრაფინია თუ რა გააკეთე დოქი რატო, აი ვინმე მიცით? ქართული ოცნება წლებია ვერც რიყის თეატრის ფუნქციურ დანიშნულებაზე და ვერც შენობის პირობით სახელზე შეთანხმდა. რაზეც მკაფიო აზრი აქვთ მისი გაქრობის საკითხია. პოლიტიკური ოპონენტების ნაწილს ეჭვი უკვე აღარ ეპარება, რომ დემონტაჟის პირობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის ამ პროცესის მთავარი ნაწილია და სახელმწიფომ 10 მილიონი სავარაუდო კორუფციული ინტერესის გარდა ყოფილი ხელისუფლების მიმართ ანგარიშწორების სურვილის გამო დაკარგა. საუბარია იმაზე, როგორ მოვარგოთ არსებული რეალობა, დეველოპერის და კერძო კომპანიის ინტერესს, რაც ყველანაირად არის გაუმართლებელი, დანაშაულებრივი, კორუფციის თვალსაზრისით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის შემცველი და ამავდროულად პოლიტიკურად ძალიან მრავლის თქმელი, როცა წინა ხელისუფლების სამართალ მემკვიდრედ ეს ხელისუფლება თავს არ გძნობს და წინა ხელისუფლების დროს გაკეთებულ თუნდაც პრობლემურ პროექტს მზად არის რომ გაუსწორდეს ისე რომ გაანადგუროს მთლიანად. ზიანი კი არ შემცირდება დოქების დემონტაჟით, ზიანი გაიზრდება, იმიტომ რომ იქ ახალი შენობა, ახალი მოცულობის შენობა და დიდი ალბათობით უფრო დიდი მოცულობის შენობა კიდე დამატებით ზიანს მოუტანს ქალაქს. პოლიტიკურ რევანშზე ლაპარაკობენ ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრებიც. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დღეს 15 წლის წინანდელი განუხორციელებელი პროექტის ფოტოები გაავრცელა. მისი თქმით, ეს გიგანტური ჩიტი მაშინ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი პროექტი იყო, რომლის აშენებაც რიყის პარკში სურდა, თუმცა უარი მიიღო. უგულავა ამბობს, რომ სწორედ აქედან იწყება რიყის დოქების ათვალწუნების და მიზანში ამოღების ისტორია.